ეთერშია რადიო ჯორჯიან ტაიმსის მთავარი სტრიმი სალომე კანდელაკთან ერთად. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ანგარიში არის კონკრეტული პირების წინააღმდეგ მიმართული, მართულ პარტიაში კი წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ ერთხელ იხსენებენ. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა ასევე გერმანიის ელჩის ვიდეო მიმართვა, რომელიც პიტერ ფიშერმა ილიაუნის სტუდენტური მოძრაობისათვის ჩაწერა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. საღამო მშვიდობის პირდაპირ ეთერშია მთავარი სტრიმი, დღის მთავარ სიახლეებს სალომე კანდელაკი გაგაცნობთ. პარლამენტში საშემოდგომო სესია გაიხსნა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ანგარიში, რომელზეც კომისია 6 თვე იმუშავა, მოიცავს რამდენიმე თემას, მათ შორის 2003-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ჩადენილი დანაშაულები, აგვისტოს ომი და 2012-2025 წლებში ქვეყნის შიდა და საგარეო საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები. კანონმდებლებს ანგარიში კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა წარუდგინა დასკვნა მოგვიანებით შეფასებისა და რეაგირების აქტთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნება. დაკავებულ პირთა და პატიმართა მიმართ წამება და არაადამიანური მოძრაობა ატარებდა საყოველთაო ხასიათს და იყო პოლიტიკური თანამდებობის პირების, პირველ რიგში კი მიხეილ სააკაშვილის მიერ დამკვიდრებული და სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ქმედება. ეს დანაშაულები იყო არა ერთეულ პირთა გადაცდომა, არამედ კარგად ორგანიზებული და თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ტერორი, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა რანგის მაღალი თანამდებობის პირები, რაც მათ ნაძალადობრივ რეჟიმად აქცევდა. თითოეული მონაწილის, თითოეული ორგანიზატორის გვარის სახელი არის აღწერილი ჩვენს დასკვნაში. ასევე საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამების არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი. პროკურატურა, როგორც წამყვანი სამართალდამცავი ორგანო, თუ არ ასრულებდა მისთვის კანონით დაკისრებულ მოვალეობებს და არ ატარებდა სრულყოფილ და ობიექტურ გამოძიებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, პირდაპირ იყო თავად ჩართული პატიმართა მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში. მიხეილ სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც თავად ჩადიოდა წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, ან სათავეში ედგა ძალადობრივ სისტემას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა. მიხეილ სააკაშვილის მიერ 2006 წელს გაცხადებული ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკა 2012 წელსაც არჩევნების წინ ურყევი იყო და ნაციონალურ მოძრაობას მის მიერ საქართველოში დამკვიდრებული სასჯელ აღსრულების არაადამიანური სისტემის შეცვლის, გამრუდებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამოსწორებისა და გაჰუმანურების არავითარი ნება და სურვილი არც მომავალში არ გააჩნდა. ძალაუფლების დემონსტრირების, დაშინებისა და დამორჩილების მიზნით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირები და სხვა მაღალჩინოსნები ადამიანებს თავისუფლებას უკანონოდ აღუკვეთდნენ, აწამებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, აუპირებდნენ ან კლავდნენ. ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების სტატისტიკური მონაცემები ნათლად აჩვენებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში. საერთო ჯამში 1999 წლიდან დღემდე ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ დარღვევა დადგენილია 284 საქმეზე, რომელთაგან 80%, 227 საქმე ეხება 2004-2012 წლებში მომხდარ ფაქტებს. აღნიშნული 227 საქმის ფარგლებში ყველაზე ხშირად დადგენილია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაარღვია ევროპული კონვენციის მეორე მუხლი, სიცოცხლის უფლება, მესამე მუხლი, წამების და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, მეხუთე მუხლი, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.
პირველი თემა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიას საკვლევად განუსაზღვრა, გახდათ ძალადობა. ძალადობა ეს სიმბოლო ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის 9 წლიანი მმართველობისა, რომელიც ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ ორ ნაწილად დაყო და პირველ რიგში ყურადღება მიაქცია და იკვლია თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი. ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ვიცე-სპიკერმა თია წულუკიანმა კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, კომისიამ დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელ აღსრულების სისტემაში დაკავებულების წამება და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური და სისტემატური, რასაც ევროპული სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება ადასტურებს. საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული არაჯანსაღი მართვის მოდელი კორუმპირებული იყო, ვინაიდან მმართველობის განმავლობაში ადგილი ჰქონდა კანონგარეშე პროცესებს, რომელთა მიზანსაც ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტი, ტერორი წარმოადგენდა. ნაციონალურ მოძრაობას ბიზნესისა და სხვა კერძო მესაკუთრეების რეკეტის სხვადასხვა სქემა ჰქონდა შემოღებული. სქემებში მონაწილეობდა არაერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში დავალებას მოცემული სტრუქტურის ხელმძღვანელის გვერდის ავლითაც იღებდა და ასრულებდა. სამართალდამცავი და სხვა შესაბამისი სტრუქტურები სამართავად გადანაწილებული ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებიც ერთმანეთთან კოორდინირებული მუშაობისა და ერთმანეთის ხელშეწყობის შედეგად სახელმწიფო რესურსის გამოყენებითა და ძალისმიერი მეთოდებით, მათ შორის უკანონო დაკავების, სისხლის სამართლის საქმის უსაფუძვლოდ აღძვრით და სხვა ბიზნესის წარმომადგენლებსა და სხვა კერძო მესაკუთრეებს აიძულებდნენ უძრავიან მოძრავი ქონება დაეთმოთ. ამასთან გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი აღსრულებისას მნიშვნელობა ჰქონდა მოცემული საკითხი განმახორციელებელი პირის უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა თუ არა. დადასტურდა, რომ არსებობდა დასატერორებელ ბიზნესმენთა ეგრეთ წოდებული შავი სია და ბიზნესის რეკეტი პირადი ან პოლიტიკური შურისძიებისთვისაც გამოიყენებოდა. სახელმწიფო ქონება სააკაშვილის მისი მთავრობის და გარემოცვის წყალობით ხელში ჩაიგდო მისმა დედამ ქალბატონმა გიული ალასანიამ. ნათლად გამოიკვეთა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ ხელშეწყობილ ბიზნესის რეკეტის ერთ-ერთ სქემაში კერძო ბანკი TBC, მისი ხელმძღვანელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ბანკის ზოგიერთი სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ და ის რომ ეს იყო ცალკე სქემა, ესეც არის ახსნილი და ფაქტებზე დაფუძნებულად კონკრეტული საქმეების მიხედვით მოცემული ჩვენს დასკვნაში. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა როგორც მართლ პარტიაში, ისე ოპოზიციაში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ანგარიში არის კონკრეტული პირების წინააღმდეგ მიმართული, ხოლო მართლ პარტიაში წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს კიდევ ერთხელ იხსენებენ. ამოცანა არის შური იძიოს პირადად სააშუქზე და მის გუნდზე. ეს არის იმთავითვე ნათელი იყო ელოდებით, რომ ამ მიმართულებით გადაიქმნება ნაბიჯები. პრეზიდენტ სააკაშვილი უკვე ციხეშია, არის ნაციონალური მოძრაობის გაუქმება, განადგურება ჩვენთვის და მე ვფიქრობ ქართული საზოგადოების არაფერი არ არის. ჩვენ 2012 წლის შემდეგ ნახეთ პერიოდი, როდესაც ეს დიქტატორები, დიქტატურული რეჟიმის შემქმნელები, წამების რეჟიმის შემქმნელები მიღებული იყვნენ სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციების კორიდორებში. ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუციების კორიდორებში ხედავდით მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მსჯავრდებული იყო უკვე ამ დანაშაულებისთვის და მისი სხვა გარემოცვაც მიღებული იყო. უკრაინის ხელისუფლება იხუტებდა და დღემდე იხუტებს წამების სისტემის შემქმნელებს და თან ცალი ხელით ძმობას და მეგობრობას ეფეცება ქართულ ხალხს. მე მინდა ყველას უთხრა, ეს დოკუმენტი არის ახლა შესაძლებლობა, რომ არის იმის შანსი, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ხელახლა დაიბრუნეს, რომ შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი. ეხლა არის მომენტი, რომელიც არის და ბოლო შანსი ყველა უცხოური ძალისთვის, რომ საბოლოოდ გაიაზროს თუ რა ტიპის რეჟიმს უჭერდნენ მხარს და რა ტიპის პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერდნენ მხარს, შეაფასონ და დაგმონ ნაციონალური მოძრაობის დიქტატორული რეჟიმი.
საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტში მიმდინარე პლენარული სხდომის პარალელურად 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა თქმით, თეაძუ ლუკიანი სინამდვილეში ღალატის კომისიის თავმჯდომარეა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით 2008 წლის აგვისტოში ქართული ჯარის სამხედრო საქმისაგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარებით იმედითა და სამხედროების აზრის უგულებელყოფით ცხინვალზე შეტევა განახორციელეს. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ სავარაუდოდ 9 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის კი არის პარტია ახლების წარმომადგენელი შუშანა მაცაბერიძე. აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვაც სურდათ, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სწორედ ამ დროს დააკავეს სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები. აღსანიშნავია, რომ ისინი აქციას თავდაპირველად პარლამენტთან მართავდნენ, რის შემდეგაც რუსთაველის თეატრისკენ გადმოინაცვლეს. აქცია რუსთაველის თეატრთან ამ წუთებშიც გრძელდება, ადგილზე კვლავ მობილიზებულია პოლიცია. პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. რეგისტრაცია 88 პარლამენტის წევრმა გაიარა. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მუშაობის განრიგი გააცნო. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, როდესაც საარჩევნო წელია არჩევამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პლენარული სხდომები არ იმართება. ამიტომ ამ ტრადიციას მივუყვებით, თუ კი რაიმე საკითხი არ იქნება, რაც მოითხოვს ჩვენს შეკრებას. შესაბამისად, მხოლოდ მიმდინარე კვირას გაიმართება პლენარული სხდომები და შემდეგ უკვე 15 ოქტომბრიდან განახლდება პლენარული სხდომები, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რის შემდეგაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით წარიმართა. საქართველო არის უსაფრთხო და დაცული ქვეყანა, მიმზიდველი საბაზრო ეკონომიკით, ეფექტიანი მთავრობით და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით. ამ აღიარების ფონზე, რომელსაც თავად ევროკომისია აცხადებს, უცხო ქვეყნის რეზიდენტი და უცხო ქვეყნის ბინადარი გახარიას გუნდის წევრები ამ მრჩევლებთან მივლენ. ან ევროკომისიის პრეზიდენტიც კი ჩვენი რეგიონის განვითარებაზე ისაუბრებს და განზრახ გამოტოვებს საქართველოს. ჩვენი პასუხი იქნება მშვიდობიანი და ძლიერი საქართველო, რომელიც ჩვენს ამ მრჩეველთან ერთად შევქმნით. თუ კი ვინმე დღეს უვიზო რეჟიმის შენარჩუნება, ეს უპირველეს ყოვლის არის საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც მოიპოვა ეს სარგებელი და დღემდე ინარჩუნებს საქართველოს მოსახლეობისთვის. და თუ კი ვინმე სურს უვიზო რეჟიმის დაკარგვა, ეს არის უპირველეს ყოვლისა ქუჩის ოპოზიცია, რომელიც აი ამ სარგებელს უვიზო ყურებს როგორც პოლიტიკური ომის ინსტრუმენტს. თუ ვინმე თulis რომ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის შეიძლება არსებობდეს ტოლობის ნიშანი უვიზო მიმოსვლა, თუ ოჯახური ღირებულებები, უვიზო მიმოსვლა, თუ ქრისტიანული და ქართული იდენტობა, იცოდეთ რომ ასეთი ტოლობის ნიშანი არ არსებობს, ასეთი ქართული ხალხისთვის არ არსებობს და ბუნებრივია ქართული ხალხი სხვა არჩევანს ვერ გააკეთებს. თიახ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისაც რომ 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ოღონ გავხდეთ ჩვენი ღირსებით, ამაყად ჩვენი ეროვნული, ქართული, ქრისტიანული ღირებულებების და ტრადიციების შენარჩუნებით. თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემა ასევე გერმანიის ელჩის ვიდეო მიმართვა, რომელიც პიტერ ფიშერმა ილიაუნის სტუდენტური მოძრაობისათვის ჩაწერა. ვიდეო მიმართვაში პიტერ ფიშერი საუბრობს ქართული ოცნების ნაბიჯებზე და უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებზე. პარტია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივნის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ელჩების საქმიანობა შეისწავლონ საქართველოს საზოგადოებაში არსებული მდგომარეობა. გიორგი შარაშიძის თქმით კი პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლოა სტუდენტებშიც იყოს აზრიურად გაყოფილი და თუ ეს შეხვედრა რადიკალიზაციის გაღვივებას ემსახურება, ამას არ მიესალმება. საქართველოში მოქმედი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ელჩები ვის შეხვდებიან და შეხვდებიან, ეს რა მთავრობის განსახილველი საკითხია? იმ ელჩების საქმიანობა აქ არის, რომ შეისწავლონ მათ შორის სხვა ბევრ საქმიანობასთან ერთად, დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად, შეისწავლონ საქართველოს საზოგადოებაში არსებული მდგომარეობა. ყველა საფუფლება იმ დარღვევებზე, რა დარღვევებსაც აქვს ადგილი ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. თუმცა სიმართლე გითხრათ, მე პირადად ეხლა აქ კიდევ სტუდენტებში ამ თემის შეყვანას ახლა ჩვენ კარგად გვესმის, რომ სტუდენტებში შეიძლება იყოს აზრებიურად გაყოფილი და ასე შემდეგ. და თუ ეს სტუდენტებშიც კიდევ რადიკალიზაციის შეტანას ემსახურება, ამას ნამდვილად ვერ მივესალმები და არ მივესალმები.
მსგავსი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ, რომ იყვნენ რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი, რადგან პირველ რიგში იმ ქვეყანას აზიანებენ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მიერ გავრცელებული მიმართვის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა. კალაძეს თქმით, განცხადება ელჩის მხრიდან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს, არის შეურაცხყოფელი და ცდება დიპლომატიურ ჩარჩოებს. თემასთან დაკავშირებით ასევე განცხადება გააკეთა ირაკლი ქადაგიშვილმაც. დღეს ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჯერ კიდევ ქვეყნის შიგნით არსებობენ ისეთი ელჩები, ასეთი ადამიანები ვერ უნდა ბედავდნენ და არ უნდა აძლევდეს ქვეყანა, რომ იყოს რომელიღაცა ქვეყნის წარმომადგენელი. უბრალოდ დამაზიანებელია პირველ რიგში იმ ქვეყნისთვის, რომელსაც წარმოადგენს. ჩვენ გერმანიასთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, პარტნიორული ურთიერთობა და როდესაც ხედავთ თავხედობას კონკრეტულად ამ შემთხვევაში ელჩის მხრიდან, ეს ძალიან მძიმეა, შეურაცხმყოფელია და ცდება ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს. პოლიტიკურ წრეებს სურთ, რომ საქართველოში მათი სურვილისამებრ დაკომპლექტებული მთავრობა მოიყვანო და არა ის, რასაც ხალხი დემოკრატიულ არჩევნებში ირჩევს. ამიტომ ისინი მუდმივად უხეშად არღვევენ ყველა პრინციპს დემოკრატიისა, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობისა და ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში, აფინანსებენ იმ ეგრეთ წოდებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც შემდგომ ამას რევოლუციური მოძრაობების გენერირებაში, ასე ვთქვათ, იყენებენ. ასე რომ ეს არის სწორედ ის, რომ ლამაზი სიტყვების უკან დამალული არის სწორედ ეს, ასე ვთქვათ, საქართველოზე, მის სუვერენიტეტზე და სახალხო დემოკრატიაზე შეტევის სურვილი და გერმანიის ელჩი სამწუხაროდ ამ კუთხით ერთ-ერთი ლიდერი გახდა. პეტერ ფიშერი ვიდეო მიმართვაში საუბრობს ქართული ოცნების ნაბიჯებზე და უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებზე. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქე მიცის, რა არის ევროკავშირი. ეს არის შესაძლებლობა შეუერთდნენ მშვიდობას, დემოკრატიას და კეთილდღეობას ამ სივრცეში. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში ეს შეუძლებელი იქნება, ამიტომ ბევრი რამ რისკის ქვეშაა. ერთ-ერთი მათგანია ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. ჩვენ არ გვინდა ეს. 2024 წლის დასაწყისიდან ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროკავშირში შორდება. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა. ჩვენ თქვენი წევრობა გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ უვიზო მიმოსვლა გქონდეთ, ჩვენ გვინდა თქვენთან მეგობრობა გავაგრძელოთ, განაცხადა გერმანიის ელჩმა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ზვია ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ისნაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილსა და გიორგი გიორგაძეს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. საქმეზე განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. მჭედლიშვილმა ბრალდებულებისათვის 225 მუხლი წაყენებული ბრალი 226 მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან მასში აქტიურ მონაწილეობას. თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ანტონ ჩეჩინის განაჩენი გამოცხადდა, ხმაური იყო. მას შემდეგ, რაც მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ განაჩენი გამოაცხადა, დამსწრე და შენობაში მყოფებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. მანდატურის თანამშრომლებმა რამდენიმე მათგანს ზალის გამოყენებით შენობა დაატოვებინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს, მას ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახე და ზომა 8-დან 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება უცხოეთის სიახლეებს, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩინეთში გამართული მოლაპარაკებების დროს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის ომის დასრულების გზები განიხილა, თუმცა მხარეები ლიდერების დონეზე შეხვედრისათვის ჯერ მზად არ არიან. ერდოღანმა ჩინეთიდან დაბრუნებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტამბოლში ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის გამართულმა
მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა ღიაა. ერდოღანის მტკიცებით თურქეთი მხარს უჭერს მოლაპარაკებების დონის თანდათან ამაღლებას, რათა მშვიდობის იმედები კონკრეტულ შედეგებად იქცეს. მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ინიციატივა საბოლოოდ ლიდერების დონეზე უნდა განიხილონ, თუმცა ჯერ პირობები არ არის შექმნილი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით შეხვედრის დასაწყისში სლოვაკეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა, როგორ ხართ, რაზეც პუტინმა უპასუხა, თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია. შეხვედრის დროს რუსეთის ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთის ასევე ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ხორციელდება. ჩვენ სხვა მიზნები არ გვაქვს ჩვენი ინტერესების ვის გარდა დასძინა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ პუტინი ჩინეთში 4-დღიანი ვიზიტით იმყოფება, მან უკვე მიიღო მონაწილეობა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში და პეკინში გაემგზავრა. რუსეთის პრეზიდენტი 3 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლის თავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება. უკრაინელებმა მებრძოლებმა დონეცკის ოლქის პოტროვსკის მიმართულებით სოფელი უდაჩნოე გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით პირდაპირ კონტაქტითა და იარაღის მხარდაჭერით მტრის ყველა დასაყრდენი პუნქტი განადგურდა. უკრაინელი მებრძოლები 2 კვირის განმავლობაში თანდათანობით წმენდნენ სახლებს და დასახლების თავზე უკრაინის დროშა აღმართეს, ნათქვამია ინფორმაციაში. ავღანეთში კი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1124-მდე გაიზარდა. ინფორმაციას როიტერი ავღანეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 1124 ადამიანი დაიღუპა, 3251 დაშავდა და 8000-ზე მეტი სახლი განადგურდა. წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებაში აცხადებენ, რომ ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს მოყოლილი. ავღანეთში გაეროს კოორდინატორის განცხადებით მსხვერპლის რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ ავღანეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს ადგილობრივი დროით შუაღამისას მოხდა. ყველაზე მეტად კუნარისა და ნანგარჰანის პროვინციები დაზარალდა. ბოლოს კი გეტყვით, რომ ტელეკომპანია Georgian Times-ის ერთგულ მაყურებელს ეკრანზე გამოსახული QR კოდის დასკანერებით შეუძლია გადავიდეს ტელევიზიის ოფიციალურ YouTube გვერდზე და შეუერთდეს გამომწერების ურიცხვ არმიას, რის შედეგადაც შეგეძლებათ თვალიადევნოთ ჩვენს გადაცემებს. მიამით მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.